სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მხრიდან საკითხის შესწავლის საფუძველი რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. კონკრეტულად რა მიმართულებების კვლევას გამოიკვლევს სააგენტო და რა სახის შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით და გისმენთ. თათია, გამარჯობა. 11 კომპანია, რომელთა მიმართაც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მოკვლევა დაიწყო, სამშენებლო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული კომპანიების მიერ საბოლოო დასკვნის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა შემოწმდეს. ახლა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ უნდა დაადგინოს, ხომ არ აქვს ადგილი ზედამხედველ კომპანიებს შორის გარიგებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტომ ამ დროისთვის უკვე 260-მდე ტენდერის მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტენდერების ნაწილში მხოლოდ 1 ან 2 კომპანია მონაწილეობს, ტენდერებს კი დიდი სიხშირით სატენდერო ფასით იგებს 1 კომპანია, რაც ტენდერებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს. სააგენტოში განმარტავენ იმასაც, რომ შესაძლოა ზედამხედველი კომპანიები გარიგებების საფუძველზე ინაწილებენ გამოცხადებულ ტენდერებს და ამით მოგების მაქსიმიზაციას ახდენენ. თუ დადგინდება, რომ რიგ კომპანიების შემთხვევაში და 11 კომპანიიდან ვინც არის, ასე რომ ვთქვათ, ვინც იქნება შესაძლო გარიგების მონაწილე, ბუნებრივია მოკვლევის დასრულების შემდეგ ამისთვის გათვალისწინებულია სანქცია შესაბამისი, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიის მიმართ წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე თანხის დაკისრებას. პირველადი ვადა განსაზღვრულია 6 თვემდე ვადით, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვადა ალბათ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ პირველადი სურათი წარმოვადგინოთ, თუმცა ზოგადად ის შეიძლება კიდევ ასევე დაგრძელდეს 1 წლამდე და წელიწად ნახევრამდე პერიოდის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად, ასე ვთქვათ, მოცულობითი სამუშაო იქნება განსახორციელებელი. ჩვენ წინასწარი გარკვეული მოსამზადებელი მოკვლევა ამასთან დაკავშირებით განხორციელებული გვაქვს და წინასწარი ინფორმაცია არის საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს. კომპანიების ვაცნობთ აღნიშნული მოკვლევის დაწყების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობას ბაზარზე. ამჯერად რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმართა კონკურენციის სააგენტოს სამშენებლო ზედამხედველობის კონცენტრაციის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში 2022-2025 წლებში მიმდინარე ტენდერები არის საინტერესო. შესაბამისად მოხდება მოკვლევა ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის სავარაუდო გარიგების ფაქტებთან დაკავშირებით. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და პროდუქტიული განკარგვა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენთვის. შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას ბაზარზე სხვადასხვა CPV კოდებზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად მოკვლევის შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. სამინისტრომ ჩაატარა მცირე მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა ადგილი კონდეს რამოდენიმე შემთხვევაში პრეტენდენტების უკონკურენტოდ მონაწილეობის ფაქტს. აღნიშნული ალბათობის გამო, ვინაიდან ესეთი საკითხი დაგვიდგა დღის წესრიგში, ინფორმაცია გადავეცით კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს შემდგომი მოკვლევისთვის და რა თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი თუ დადასტურდება, კონკურენციის სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. რაც შეეხება იმ საკითხს, კონკურენციის ნაკლებობა აისახება თუ არა შემდგომში კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მათი კვლევის საგანი არაა, კეთილსინდისიერად შეასრულა თუ არა ამა თუ იმ ზედამხედველმა კომპანიამ საკუთარი სამუშაო, თუმცა თუ კვლევის პროცესში მსგავსი რამ გამოიკვეთება, არის შესაბამისი უწყებები, ვისაც შეიძლება მიმართონ. ამასთან კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქმე გქონდეს კონკრეტულ კომპანიაზე მორგებულ ტენდერებთანაც. მისი თქმით, სააგენტოს მანდატი მხოლოდ კონკურენციის შეზღუდვის შესწავლა, თუმცა თუ კი მოკვლევის შედეგად გამოვლინდა სატენდერო პირობები, რომლებიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ 1 კომპანიის ინტერესზე, ამასთან დაკავშირებითაც სააგენტოს ექნება შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის პროცესმა შეიძლება გამოავლინოს სატენდერო პირობები, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად მიმართული იყოს მხოლოდ 1 კომპანიის ინტერესზე, ეს არის კონკურენციის შესახებ კანონის მიათე მუხლის მიმართულება, თუ მსგავსი რამე გამოიკვეთება, ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს
შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე ჩვენ დაწყებული გვაქვს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მიმართულებით მოკვლევა, თუმცა აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში ეს მე-10 მუხლი, რომელიც გულისხმობს სწორედ სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას, მოკვლევის პროცესში შეიძლება მსგავსი რამეც გამოვლინდეს. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვი, მთავარი ხაზი ამ ეტაპზე არის კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებები. ვეცადეთ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოვლენილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პოზიციაც მოგვესმინა, თუმცა ამ ეტაპზე ასოციაციაში კომენტარს არ აკეთებენ. ბუნებრივია ამ თემას ჩვენ ისევ მიუბრუნდებით. ქრისტი, მადლობა. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.